კონკრეტული მიზანი და ხელი შემშლელი ფაქტორი. ნებისმიერი ესე იგი მიზანი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, რისკენაც მიდიხართ და ილტვით, მაგრამ გრძნობთ, რომ არის გარკვეული წინაღობები, არის გარკვეული სირთულეები და ჩვენ ახლა ერთად გავარკვევთ, თუ არა გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში. ან ვინ გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში. მუსიკას ჩავუწევ. კეთილი. იფიქრეთ იმ მიზანზე, რომელსაც გინდათ რომ მიაღწიოთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ფერხდებით, გრძნობთ, რომ ხელი გეშლებათ. და ჩვენ ახლა ერთად გავარკვევთ, რა არის ამისი მიზეზი. რა არის ამისი მიზეზი. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. სამივე ვარიანტი უფრო კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი ავანტიურინი. მეორე ვარიანტი. უცნაურება. მესამე ვარიანტი ამეთვისტო. დაინახეთ ახლა თქვენი მიზანი. ესკენაც ილტვით. და ჩვენ ახლა ვნახავთ რა, ვინ გიშლით ხელს, რომ თქვენი სასურველი შედეგი მიიღოთ. ვაკვირდებით. მე გავიწყებ ვარიანტი პირველი. ნახოთ. თქვენს მიზანთან დაახლოებაში რა ვინ გიშლით ხელს. არვიანების თასები. ძალიან გეშინიათ ძველი სცენარების დატოვება. იმიტომ რომ არ იცით წინ რა ხდება. იმიტომ რომ არ იცით წინ რა გელოდებათ. ეს არის შიში შეუცნობლის. შიში აი პერიოდის, როდესაც ჩვეული სცენარიდან მივდივართ, თუმცა ჩვენ ვიაზრებთ იმას, რომ აქ უკვე ყველაფერი დასრულდა, აღარანაირი ენერგია არ არის, არაფერს არ მაძლევს ეს სცენარი, მაგრამ მაინც მეშინია ამ ძველი სცენარიდან გაბრუნება. მეშინია, იმიტომ რომ აქ არ ვიცი წინ რა მელოდება. არ ვიცი წინ რა მელოდება. რატომ გეშინიათ? რატომ გეშინიათ ძველი სცენარის დატოვება? ოთხიანების თასები. ვაიდა იქ არ იყოს უკეთესი. ვაიდა მგონია რომ აქედან თუ წავალ და იქით გადავალ, რა აქვს მნიშვნელობა რას ეხება ეს ხო ამ ადამიანიდან წავალ და თქვა სხვა ადამიანს დაუკავშირებ ცხოვრებას ან ამ სამსახურიდან წავალ და სხვა იქნება არ იყოს ის უკეთესი. ის უფრო მეტად კარგი იქნება იმედები გამიცრუდეს. და მე საკუთარ თავს შემოუძახებთ, რომ ეს რა ბავშვური საქციელი იყო, არასერიოზული საქციელი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხელს გიშლით. ხელს გიშლით. და რეალურად თუ კი ამ მიზნისკენ სწრაფას გააგრძელებთ, რას მიიღებთ შედეგად? მე ვერ ვიტყვი, რომ ეს გზა მარტივი იქნება. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გექნებათ არაერთხელ ეს შეგრძნება, რომ რატო ავიდგე აუდგევარი თავი. რატომ წამოვედი ესე იგი სტაბილური შეჩვეულის სცენარიდან რა მინდოდა. ხო, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ბუნებრივია, როდესაც რაღაც ახალში გადავდივართ, ახალი ჯერ კიდევ არ არის ნაცნობი. თქვენ ძალიან ეჭიდებით წარსულს. ძალიან ეჭიდებით წარსულს. მაგრამ ნახეთ, როდესაც ეს შიშები გადაივლის და როდესაც ეს ყველაფერი გადაივლის, ნახეთ რა მაგარ ენერგიებში შედიხართ, კვერთხების რაინდი. აი, მე მიხვდებით, რომ ყველაფერი არისკენაც ილტვოდით. ძალიან ბევრი შიშის და სტრესის და სტაბილურობის დაკარგვის შიშის და მიუხედავად ეს პირველ რიგში არის რაღაცნაირი სულიერი თავისუფლება. პირველ რიგში, იმიტომ რომ შეძელით. მეორე რიგში, იმიტომ რომ კი ბატონო ეს კომფორტის ზონა გაარღვიეთ და თქვენ შიშებზე მაღლა დადექით და გეშინიათ, მაგრამ მაინც მიდიხართ ხო? სხვანაირად შიშებს თვალებს ვერ უსწორებთ.
არ არსებობს რეცეპტი ისეთი უნივერსალური, რომელიც შიშებს გააქრობს, არა. შიშების გაქრობა არ ხდება არასდროს, ეს არის პირიქით. ძალიან დიდი ილუზია, შიშებს უნდა ჩავხედოთ თვალებში. გვეშინია, მაგრამ მაინც ვაკეთებთ. გვეშინია, მაგრამ მაინც წინ მივდივართ. ან ეს ხდება შიშების დამორჩილება და არა გაქრობა. დამორჩილება საკუთარ თავში. კონკრეტული შიშის პროგრამის და თქვენ შემთხვევაში ეს შეიძლება ადგილის შეცვლასაც ეხებოდეს, გადასვლას, ქვეყნის ცვლილებას, ხო? როდესაც არ ვიცით იქ რა არის. როდესაც არ ვიცით იქ რა არის. და იქ არის, გაქვთ ამის ძალა და ენერგია რეალურად. გაქვთ ამის ძალა და ენერგია. უდაოდ გაქვთ ამის ძალაც, ენერგიაც, мотиваციაც, შესაძლებლობაც, ცოდნაც, როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი. როგორ მოიქცეთ იმ ახალში და შეუცნობელში, რომელში შესვლაც ასე ძალიან გეშინიათ. ხო? მაგრამ ერთადერთი აქვე მეორე რაც გაჩერებთ ეს არის ის, რომ სანამ რაღაც ახალ გარემოში, ახალ სიტუაციაში, ახალ რეალობაში მოუმაგრდებით, სულ იქნება იმის დამოკიდებულება, რომ აი ნეტა არ მექნა, ნეტა იქ დავრჩენილიყავი, რატო ავიდგე აუტკივარი თავი. აქ უბრალოდ გიჭერთ წარსულის სცენარის დატოვება, მორჩა და დამთავრდა. არავინ და არაფერი არ გიშლით ხელს, თქვენ თვითონ გრუზავთ თქვენს თავში, შეიძლება ასე ვთქვათ, სლენგს. მეორე ვარიანტი, თქვენ რა გიშლით ხელს? პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ კომენტარი. არ დაგავიწყდეთ ლაიქი, პირველ რიგში ყველაფერი. არ უნდა დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ უნდა ვისწავლოთ სამყაროსთან სწორად ურთიერთობის ფორმა, ხომ ასეა? თქვენ იღებთ ინფორმაციას, ხარისხიან ინფორმაციას, უპირველეს ყოვლისა და ხარისხიანი ინფორმაციის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, მეც мотиваცია მეძლება რომ უფრო მეტი ხარისხიანი ინფორმაცია მოგცეთ და რა თქმა უნდა ეს აქტივობა არხსაც და გვერდსაც ძალიან ეხმარება. შევთანხმდით, ჩამოვართით ერთმანეთს ხელი. მადლობა. მეორე ვარიანტი, თქვენ რა გიშლით ხელს? ცხენების კვერთხები გიშლით ხელს. იცით ეს როგორი შეგრძნება, ბევრი ვიწვალე აქამდე რომ მოვსულიყავი, ბევრი ვიშრომი აქამდე რომ მოვსულიყავი. და ახლა ჯერჯერობით არ მაქვს იმაზე მეტი ძალა, რომ რაღაც კიდევ ახალ თავგადასავლებში შევიდე. აი ეს არის ხელი შემშლელი ფაქტორი. ხვდებით ხო? ნამდვილად მე ვერ ვიტყვი რომ აქ ცოტა გზა გაიარეთ, საკმაოდ დიდი გზა გაქვთ გავლილი, ბევრი იშრომეთ, ბევრი იცვალეთ, ბევრჯერ დაამტკიცეთ საკუთარი თავი, ბევრჯერ დადგეთ თქვენი შიშების პირისპირ. და ახლა გაქვთ აი ეს მომენტი, რომ აი ვეღარ გავქაჩავ, ხო, ვეღარ შევძლებ. ახლა რატო საუბრობ სლენგებით? ალბათ ესე მინდა, რომ მოვიტანო ინფორმაცია თქვენამდე, იმიტომ რომ ესე იკითხება. სივრცეში ეს ინფორმაცია. აი ვერ გავქაჩავ, ძალიან კარგად მოდის ეს სიტყვები და კარგად ხწერს თქვენს რეალობას. გამიგეთ ხო? რეალურად ეს თქვენი ფიქრებია, რომ ვეღარ გაქაჩავთ თუ ნამდვილად ასეა. არგანი სოლალი. გაქაჩავთ თუ ვერ გაქაჩავთ, ახალი გზა მაინც იგეგმება თქვენთვის, სამყარო გეგმავს ახალ თავგადასავალს. სამყარო გეგმავს ახალ თავგადასავალს. ანუ ეს იცით როგორი მომენტია, წკიპურტით, შენ არავინ არ გეკითხება. შენ ახალ გზაზე მაინც დადგები. რაღაც ისეთი საინტერესო დინება წამოვიდა ინფორმაციის. და რა ხდება ამ ახალ გზაზე? რა ხდება ამ ახალ გზაზე? რა ხდება ამ ახალ გზაზე? საინტერესოა. არავინ არ გეუბნებათ რა გიშლით ხელს, მაინც შეგაკვეხებენ ახალ თავგადასავალს და რა ხდება ახალ გზაზე? სამართლიანობა, იმიტომ რომ კარმული სცენარი გიგაკუნებთ. შედი გეუბნება. იმპერატორი. ხმლების მეფე. რა ენერგიებია რა არის ეს? ჯერ ერთი რაღაცა ესეთი ყველას არ ეხება ის. მაგრამ ეს შეიძლება გარკვეულ ადამიანებთან იურისპრუდენცია, განქორწინება, ერთი მხარე, მეორე მხარე, იყოფს ქონებას, სამართლებრივი დავა და ასე შემდეგ. ეს ყველას არ ეხება. მაგრამ ახალ გზაზე ძალიან საინტერესო ამბები ხდება. სამიანობის პენტაკლები, არკანი მეტლე, თასების დედოფალი. იცით რა არის იმისთვის, რომ
საკუთარი პოტენციალი, საკუთარი სულიერი სიმშვიდე და საკუთარი ძალა იგრძნოთ. პირველ რიგში საჭიროა რომ გაავლოთ ძალიან მკაცრი საზღვრები. აი ამ ახალ გზაში მიგაწკიპურდეს მეორე ვარიანტი, გაავლოთ ძალიან მკაცრი საზღვრები, იმიტომ რომ ეს საზღვრები არაერთხელ იქნა შესაძლოა დარღვეული. ეს არის ცივად დალაგება, რა მაწყობს ამ ცხოვრებაში, რა არ მაწყობს, რას ვიღებ, რას არ ვიღებ ადამიანებთან ურთიერთობაში. სად ირღვევა ბალანსი, სად მეც გავცემ და ნაკლებს ვიღებ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მკაცრად დაალაგებთ პრიორიტეტებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარმუშკამ მოგიკაკუნათ. მოგიკაკუნათ კარმამდე გეუბნება რომ დაალაგე, იმიტომ რომ ბალანსი ირღვევა. ძალიან ირღვევა ბალანსი. ძალიან ბევრს იღებ შენს თავზე. და აი შემდგომ უკვე, როდესაც ეს ყველაფერი ლაგდება, ხო? საზღვრები როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით ფიქსირდება თქვენსა და სამყაროსა თქვენსა და ადამიანებს შორის. ხო, რაღაცა მაჩვენებს, რომ ქალებით ვინც მიყურებთ, ძირითადად გოგოები მიყურებთ, ხო, ხართ რეალურად თასების ენერგიებში, მაგრამ ჯერ უნდა თქვენი შინაგანი ჯემალი, კარგად უნდა მუშტი მაგიდაზე უნდა დაარტყმევინოთ. ხო? საზღვრები უნდა გაავლებინოთ, უნდა გამოიბათ, როგორც იტყვიან, კუტუკვერცხები და აი ამ კუტუკვერცხების შედეგად და გამოგმული აი ამ ყველაფრის შედეგად და შინაგან ჯემალას, როდესაც დაუძახებ და კაცრად გაავლებთ საზღვრებს და მაგიდაზე მუშტს დაარტყმ და იტყვით, რომ არ მინდა. აი მხოლოდ შემდგომ მოდის უკვე თასების დედოფალი, არკანი მეეტლე და სამიანების პენტაკლები. მე უკვე იწყება საკუთარი რეალურად ძალიან მაგარი ენერგიები გაქვთ, იცით, რომ რეალურად ძალიან გავხართ დედა ფუტკარს. სხვათა შორის აღფრთოვანებული ვარ, ერთი გოგონათი, ალბათ თქვენ შეგხვდეთ, ბევრი ფუტკრები ასის ხოლმე, მიგდებს ხოლმე რეკლამას, უნდა შევუკვეთო მისი თაფლი. აღფრთოვანებულს ჯერ ხომ ფუტკრეობა ეს საოცარი რამ არის და ამ გოგონათი აღფრთოვანებული ვარ. სულ როცა ვხედავ ხოლმე მის ვიდეოებს და როცა მაქვს საშუალება, სულ კომენტარებს ვუწერ. მაგრამ იქ რო კომენტარებს ჩავყვები ხოლმე ეს ატო გაზიან და ნეტა გიკმინონ და ნუ აი რაღაც ქალები გაბრაზებულები წერენ კომენტარებს. უზი აზის უყვარს თავის საქმე, აგაღიზიანებს ასკროლე რა დრაგინდა რატო ინეგატივებ თავსაც და რატო იმაშები სხვა ადამიანსაც ხო რაღაც ცუც რატო უწერ. წადი ეს ნეგატივის სხვა რამაში გავუშვი. ხო გადაუხვიეთ ამას. რეალურად ძალიან დედა ფუტკრის ენერგია გაქვთ, იცით? რეალურად ძალიან მაგრად შეგიძლიათ რომ მოდუნდეთ, მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება, შექმნათ ისეთი ენერგოინფორმაციული, ფინანსური, მატერიალური, ფსიქოემოციონალური არ აქვს მნიშვნელობა, რეალობა, სადაც თქვენთან მოიტანენ ყველაფერს, როგორც დედა ფუტკარი ზის და მუშა ფუტკრებს, მაგრამ თქვენ ხომ მიჩვეული ხართ რომ ზოგადად სულ თქვენ გასცემთ, თქვენ გასცემდით თქვენ და ახლა ეს ზეგანს შინაგანი ჯემალი რო ვახსენე რომ და გააღვიძოთ თქვენ, იმიტომ რომ უნდა გააგებინოთ თქვენს რეალობაში ადამიანებს, რომ ესე აღარ გინდათ, აი უკვე მერე იწყებთ მზად ხართ შინაგანი დედოფლის გამოსაშვებად, იმპერატორი ქალი. რას ქვია არ ხართ? მზად ხართ კი არა, ეს ხართ რეალურად. ამიტომ არის რომ ადამიანები მოდიან თქვენი ენერგიის წასაღებად, შესაჭმელად, იმიტომ რომ გემრიელი ტორტი ხართ და ერთი მოკმენჩა, აი ერთი მომაკმენჩინეს ამბავია მიხვდით ხო, საბოლოო ჯამში გეყოფაო სამყარო მგითხრა და აი ამ სცენარში კი არ შეგიყვანეთ შეგაგდოთ ციხლით. ამიტომ ხო, აი ეს სისტემა, როდესაც საკუთარი თავის ფასეულობა, ღირებულება, საკუთარი თავის შეცნობა უკვე სხვა ფორმით უნდა დაიწყოთ. უნდა მიცეთ საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ თქვენ ამას იმსახურებთ. აქამდე ეს წარმოდგენა არ იყო. აი ახლა მიხვალთ ამ წარმოდგენამდე. საინტერესო საერთოდ სხვა რაღაცაზე იყო საჯარო გაშლა, მაგრამ რაღაცა სხვა თემებისკენ წავედით და მე ვგრძნობ მეორე ვარიანტში, ვინც მისმენენ და მოგიკითხავთ დახურული ჯგუფის წევრებო. მესამე ვარიანტი. თქვენ რა გეშლით ხელს თქვენი მიზნების მიღწევაში? თქვენ რა გეშლით ხელს? არკანი სამყარო. მე არ ვხედავ რომ აქ რაიმე გეშლიდეთ ხელს. მე არ ვხედავ რომ აქ რაიმე გეშლიდეთ ხელს, მე ვფიქრობ რომ ეს თქვენი სურვილი მიზანი ან ძალიან მალე ასრულდება, ან ძალიან მოულოდნელად მოვა, იმიტომ რომ გზა საკმაოდ დიდია გავლილი, ან მოვა ძალიან სახეცვლილი ფორმით.
ესეთი რამეც აბსოლუტურად შესაძლებელია. რომ ერთი სცენარისკენ მიდიოდი და აბსოლუტურად სხვანაირ ჩვენ ხო ადამიანები რაღაცებს ვზღუდავთ ხო ჩვენ ისი თქმა მინდა იცით რომ აი ჩვენთვის რაღაცა რო უზარმაზარია სამყაროში ეს ზღვაში წვეთია ხო ვარიანტებიდან უზარმაზარი ოკეანიდან ერთი პატარა წინწკილა წვეთია ხვდებით ხო მაგრამ ჩვენ ხო ადამიანები აი სხვანაირად რაღაცებს ვერ წარმოვიდგენთ ხო ანუ ჩვენ თვითონვე რაღაცებს ვხატავთ სცენარებს აი ეს ასე უნდა მოხდეს ის ისე უნდა მოხდეს და ეს ძალიან ცუდია სხვათა შორის იმიტომ რომ აი განსაკუთრებით ვისაც კონტროლის მაღალი საქვთ ხო მოთხოვნილება იმათ ვერ ეტყვი რომ იცი რა მოდი არ გააკონტროლო სცენარი და რაღაცები არ დახატო წინასწარ არ მოხაზო იმიტომ რომ ამით ავტომატურად ჩვენ სხვა ვარიანტების შემოშვებას შენს რეალობაში ხელს უშლი. რთულია კონტროლი არისთვის ამის გაკეთება, ხო? იმიტომ რომ მან უნდა სულ აკონტროლოს პროცესები. გამიგეთ? და თქვენ შემთხვევაში თუ აი კონტროლს გაუშვებთ და რამდენჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, ჯგუფში მქონია ესეთი ჯგუფში თუ მე მგონი ჯგუფში იყო ესეთი ძალიან საინტერესო შემთხვევა, რომ ადამიანმა ეს ეშმაკისეული ასკეზა გააკეთა. რა თქმა უნდა ხუმრობ ეშმაკისეული და ეს ადამიანები ვინც ამას განაცხადებენ თავის დროზე თავად პროპაგანდირებდნენ ასკეზას პრაქტიკას და მე უცებ რატომღაც ეშმაკისეული და ჯოჯოები მოვლენ ასკეზას რო გააკეთებთ. კარგით. გადავდოთ გვერდზე დღეს ცოტა ისეთ ხასიათზე ვარ. არ მინდა იმაზე მეტად ვუკმინჩო ადამიანებს ვიდრე შემიძლია. იმიტომ რომ ზოგადად არ ვარ ხასიათით ესეთი ადამიანი. კი ვგონი ვარ კოლეგებს განსაკუთრებით. სთი მაგრამ რეალურად არ მიყვარს ხოლმე არც კბენა, არც ღრენა, არც კონფლიქტიც არ არის მაინც და მაინც ჩემი, მაგრამ შესაძაც რაღაცა ნამეტან აბსურდულ თეორიებს შევხვდები ხოლმე ურთიერთსაპირისპიროს ადამიანებს ხო ავიწყდებათ ხოლმე ზოგადად რასაც აკეთებენ. მე რაღაცნაირად ხო ჩემი ცინიკური დრაკონები გამოდიან ხოლმე გარეთ და წაკმენები ხოლმე. კეთილი, სამყარო. გამიგეთ რისი თქმა მინდა, ან ადამიანი არის, რომელსაც სურვილი ან ძალიან მალე აუსრულდება, ან საერთოდ სხვა ფორმატი. მიზანი, მისი. ასე გლობალური ფორმით გადაიშლება. როგორც ამარკაშია, შეხედეთ? თქვენ ერთი რაღაც გინდოდათ, ერთი მიზანი და ან უფრო მეტად გრანდიოზულად, ან სხვა ფორმით მოვა ეს. ან უკვე ძალიან ახლოს არის. გიშლით რამე ხელს. ახლა მიზნებთან მიახლოვებაში. გიშლით ახლა რამე ხელს. ჩამოკიდებული კაცი, კი ბატონო, გასაგებია რატო არის განწყობა, რომ ეხა ყველაფერი გაჩერებულია და არაფერი არ გამოდის. ხმლების მეფემ, თარკანი მზე. ჩემო ძირფასო მესამე ვარიანტი არის შენს რეალობაში ადამიანი, რომელიც ყველანაირად აქვეითებს შენი მიზნებისკენ სწრაფის მადას. ეს არის ვიღაცა კრიტიკოსი. შეიძლება ის ხო შინაგანი კრიტიკოსი ხო, რომელიც შინაგან გაკრიტიკებს და მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანია. ეს კონკრეტული ადამიანია, რომლის გამოც ეს ჩამოკიდებული მდგომარეობა გაქვთ. ხო? თუმცა ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ საჭიროა კონკრეტული ადამიანის ჩართულობა. ორი ვარიანტი. ან ადამიანი, რომელიც ხელს გიშლის, ან საჭიროა კონკრეტული ადამიანის ჩართულობა, რომელიც არკან მზეში გაგიყვანს. არკან მზეში გაგიყვანს და ცხრიანების პენტაკლებში მოგცემს სასურველს. შეიძლება ერთი ადამიანი მეორეთი უნდა ჩაანაცვლო, ხო? ან თუ გრძნობ, რომ მარტო ვერ აკეთებ ამ ყველაფერს, საჭირო არის ვთქვათ, დამხმარე ადამიანის შემოყვანა. ხმლების მეფე ეს არის იურისტი, სამართალმცოდნე, რა ვიცი, ჭკვიანი ადამიანი. მოხდა მამაკაცური ენერგია მოდის. მამაკაცური ენერგია მოდის. ადამიანი, რომელიც გადაგიწყვეტავთ ამ პრობლემას. თუმცა მე მაინც შეგრძნება მაქვს, რომ აქ ვინ გამყოფებთ ჩამოკიდებულ ენერგიებში.
ცოტა შეიძლება ეს რაღაცა პირადი ტრაგედიაც შეიძლება იყოს, ტრაუმა რაღაცა პირადი, ხო? ნამდვილად შეიძლება. ადამიანი შეიძლება იყოს კონკრეტული, ხო, ამ ტრაგედიის სახით. აი, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ვერ უშვებთ თქვენი გონებიდან. ძალიან ტრაგიკულად, თქვენთვის ტრაგიკულად რაღაცა დამთავრდა, ხო, მტკინვეულად. მიმართეთ ვინმე ხმლების მეფეს, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებელია საჭირო გახდეს ადამიანის ჩართულობა, რომელიც ჩამოკიდებული კაცთან გადაგიყვანთ მზეში. და იმ თქვენ სასურველ შედეგს მოგიტანთ. რომელიც თქვენ გქონდათ. თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ მიზანი ან სხვანაირად მოვა თქვენთან, ან უკვე ძალიან ახლოს არის. რაღაცა ერთ შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა ერთი ნაბიჯიღა გაკლიათ და თქვენ სასურველ შედეგს მიიღებთ. მეკიდა გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.